მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ იმ საოცარ თვისებებზე ჩვენი ორგანიზმის, რასაც ქვია თვით აღდგენა, თვით რეგულაცია და თვით წმენდის უნარი. როგორც კი რაღაც შეგვაწუხებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მაშინ ვფიქრობთ, რომ უნდა გარედან დავიმატოთ რაიმე სუბსტანცია, წამალი, რაღაც ნატურალური საშუალება. და ამ დროს ჩვენში არსებობს ისეთი შინაგანი აფთიაქი, ტვინისთვის ძალიან კარგად გაცნობიერებული, რომელიც წყლიდან დაწყებული, ანუ ყველაფრის აღდგენის უნარიანია. აი მაგალითად რაიმე დისკომფორტული მდგომარეობა გვაქვს, ან თუნდაც ავტოფური მდგომარეობა, ხომ ჩამოყალიბებული. ტვინი ამ დროს აუცილებლად აგზავნის მოცემულ ზონაში, აი რაღაც სუბსტანციას, ნივთიერებას. და მთელი გენიალურობა, იცით რაშია, რომ მან ზუსტად იცის, რა დოზით, რა თქმა უნდა, ჯერ რა უნდა გამოაგზავნოს, მერე რა დოზით, ზუსტად. და რა ხანგრძლივობით, ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა. და ჩვენ აი ამ ბრძოლას და იმუნიტეტის აი ამ ბრძოლას ხანდახან ვახშობთ ჩვენი აი ამ ზემოდან რაღაცა ჩვენი ფილოსოფიით და აი რაღაცა ვითომ დახმარებით. აი ეს არის ძალიან სახიფათო, სხვათა შორის. აი წყლიდან დაწყებული რო ვთქვი, საკმარისია თავი დავხაროთ და ფარისებური ჯირკვალი აქტიურდება ამ შემთხვევაში და გამოყობს ჰორმონებს, რომელიც მასვე ჭირდება. გარდა ამისა, წყურვილის შეგრძნება. აი შეგიძლიათ ახლავე დახაროთ თავი და ნახავთ, რომ იმ დონით გამოიყოფა ნერწყვი, რომ წყურვილს დროებით ნამდვილად დაგეკმაყოფილებთ. ზაფხულში გამოგადგებათ ალბათ ძალიან. და ჰიპოკრატე აი ამ ორგანიზმის შესახებ მთელ კაცობრიობას მოუწოდებდა. ხელი არ შეუშალო. ანუ აი ამით არის ყველაფერი ნათქვამი, ხო სწორია? აი ამიტომ ძირითადად ესე ხა როგორ უნდა გავაკეთოთ, იცით? ნუ რატო არის ნათქვამი, რომ ლოცვა ყველაფერს კურნავს, ხო ეს მენტალური დახმარება. ეს არის რწმენა უფლის მიმართ, ჩვენი ორგანიზმის მიმართ, მისი შესაძლებლობების მიმართ, რომელიც რა თქმა უნდა უფალმა დაუშვა და ფიზიკურად რა შეგვიძლია უბრალოდ გავიაქტიუროთ ეს ზონა. ანუ სისხლის მიმოქცევა გავააქტიუროთ. და თუ კი რაიმე მიძინებულია ჩვენში იმუნიტეტი ისე კარგად ვერ მუშაობს, როგორც საჭირო, ან გაზარმაცებულია, იცით, ხანდახან ზარმაცდება იმუნიტეტი, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცას გარედან ვერევით. ასე რომ აი ეს მოკლედ რაც შეიძლება, ნუ ამაზე მე ნაშრომი მაქვს გაკეთებული და ვცდილობ გამოვაქვეყნო უახლოეს მომავალში და რა თქმა უნდა გამცნობთ ამის შესახებ. ამით დაგემშვიდობებით, ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ და მიაყურადეთ თქვენს ორგანიზმს. აი ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება რომ მე ახლა გირჩიოთ და რაც მოგცა ბუნებამ ის ხელშეუხებელი რაღაც გენიალური სისტემა, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია, აბსოლუტურად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.